გემშვიდობისა ძვირფასო თანამემამულენო, მოკლედ ჩვენ უკვე გავამზადეთ აქ რუსთაველზე გამოფენა ამონაწერები გაყიდული მიწებისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და საღამოს 18 საათზე დღეს თელი აქ ვიქნებით საღამოს 18 საათამდე 18 საათზე კი აგერ აქვე ილიას და აკაკის ძეგლთან გავმართავთ საინფორმაციო მიტინგს. მოკლედ აი εμას გვეგმავთ დღეს ჩვენ და იმედია ჩვენი მოსახლეობა ეხლა უკვე გულთან მიიტანს, გამოვა, გათვითცნობიერდება, თავის თვალით ნახავს გაყიდულ საქართველოს. ნახეთ პატივცემულო, ჩვენ ესე იგი როგორ უნდათ თქვენ გვეუბნებით რომ ჩამოხსნათ, ხო? ვიხარით რა მუხლის საფუძველზე ჩვენ გვეკრძალება ეს და ამ დროს ჩვენ უყურეთ აქვე 100 მეტრში საკანონმდებლო ორგანო დაკეტილი აქვს 1 წლის განმავლობაში 4 კაცს. როგორ აშუაშია კაცო, როგორ აშუაშია? რატო არ აკრძალავთ იმას? აქ მაგის უფლება? თქვენ არ გიგრძალავთ, მიგითით რა. როგორ არ მიგრძალავ კაცო, გაფენილი მაგ და ჩამოხსენიო. მაშინ მაჩვენეთ ბატონო, რომელი მუხლის საფუძველზე მეკრძალება მომიტანეთ, ამიხსენეთ და მერე ჩამოხსნი. მაჩვენეთ. ოღონდ იქ უნდა მივიდეთ ერთად და პარლამენტის შენობა გახსნა საკანონმდებლო ორგანოს. აი ესია მეგობრებო, აქვე თქვენ ხედავთ ეხლა 100 მეტრაში 1 წელი დაკეტილი აქვს ცენტრალური შესასვლელი საკანონმდებლო ორგანოს, იმას გამოვლიან არ უშლიან, ცენტრალურ გამზის კეტავენ ყოველ საღამოს არ უშლიან და აი აქ ესო ხელში დაიჭირეთო რამეს ვანაგვიანებთ, რამეს ვაფუჭებთ. თან ვერ მეუბნება რომელი აქტის საფუძველზე, რა ბრძანებულების აი ხო უნდა მითხრა რატომ მეკრძალება რომ გავჭიმო ესე და დავანახო ხალხს. როგორ იყიდება საქართველო? აი ამიტომ არის მეგობრებო რომ უნდა გამოხვიდეთ ეხლა მასიურად და საღამომდე უნდა ვიდგეთ, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ აქ, რომ აი ამათვა ვერ გაბედონ. ესე თავზე ლაფი გვასხანა აქ და არ დავიხებთ უკან არც ერთი ნაბიჯით. ვერც გცემს პასუხს რომ აი რატომ გვეკრძალება. არ დაეთანხმებით შესაბამისად. ნახეთ პატივცემულო, ჩვენ არ ვინ გითხრათ არ იმას არ ემორჩილებით. გვაჩვენეთ რის საფუძველზე. თუ არ მაჩვენებ, რატო უნდა დაგიჯერო? კანონის ეს არ ვიცი მე და რატო უნდა დაგიჯერო? შესაბამისად დავიწყებ. არ გიჯერე, უნდა მომიტანოთ ჯერ. ამიტომ დავიწყებ და სასამართლოში ვიდაოთ შემდგომ. რა სასამართლოში უნდა ვიდაო? ჯერ მაჩვენე რის საფუძველზე მიკრძალავ. არ მიხსნი მაჩვენე. ხალხო გესმით, ბატონო დემო. ერთი წუთი მოგძანე. ესე იგი, მუხლი იმას კანონს ვერ მეუბნება და მეუბნება რომ უნდა დაშალო. უნდა ჩამოწვა. მაჩვენე ჯერ. ესმის თქვენთან არაფერი პრეტენზია არ აქვს. დაგავალე ადამიანმა და პრობლემა არ არის. აქციას არც დავაშავე. მაგრამ ეს არის კალაფის დავა ინსპექტორის მერიის იერსახეს აი სადაც ის კაცო. აგერლება აი ამათავსო დავიგე დაწყებულია იმას შესაბამისი წარმოება. როდის 1 წელია კაცო დაკეტილია საკანონმდებლო ორგანო. 1 წელია საკანონმდებლო ორგანო დაკეტილი, რატო არ არის? რაშუაშია. როგორ რაშუაშია კაცო? იმათვის უნდა მაჩვენოთ ჯერ კანონი. კომპიუტერში დაცაყო ოფიციალური ამ საფიდან გამოფინე რომ ხელში დაიჭირა. ხალხში არა გქონდა. ფიქნებოდა რაიმე ამთავრებდა დაკიდების ჯობია უთხარით რა. მოგვიტანონ კანონი, გვაჩვენონ, წავიკითხოთ.
თქვენთან არაფერი პრეტენზია საერთოდ არ არა ხო რაც უძანეს რას არა თქვენ ვერ გვიხსნით და მე ის მოგვიანები რა შეგვიძლია ამათ შედაც უბრალოდ ესე იგი თუ არ არის ხელისუფლებიდან მართული ორგანიზებული აქცია ეგრევე უნდა დაშალონ გესმით მაგრამ არ დაიშლება ეს აქცია ნამდვილად აქცია არ დაიწყოს არა ჯერ უნდა გვაჩვენოთ კანონი და დავემორჩილებით მოგვიტანეთ გვაჩვენეთ წავიკითხოთ ქვეყნის 70% დაყიდულია. არსად არ წავლეთ თქო. შვიდად ვიქნები. ჩვენ ვარ გაერთიანება მე ვარ დათოა ზაქარია გიგლა. უთხილს მონაცემები და კი ბატონო, ხო ჩაიწერა, იყო ერთი მოსული, ყველაფერი ჩაიწერა. ჩამოგხსენით და ისე დაიჭირეთ. ბოცი არ იყო დამაგრებული. რატო ბოძი მოიხევა არ მოიხევა, მაგრამ ყველაფერს დავიცესია. ჯერ უნდა გვაჩვენოთ კანონი რომ ბოძზე დამაგრება არ შეგვიძლია ამის უნდა გვაჩვენოთ დათო რატო უნდა მოხსნა ჯერ ხელში მიჭერია. კი ბატონო. მიჭერია, რა პრობლემაა? არ იყოს ამაგრებული. ეს არის ქართული ხალხის დაგული. ეს ქართული ხალხის გაკეთებულია. აი, როგორ უნდა ისე გავაკეთოთ. ბიჭო ქართულად ხო საუბრობ შეპატივცებული არ დადის ეს რა პრობლემაა საერთოდ. არა. რატომ აი რუსიდან რაღაცა იმას ვთქვით, რაღაცა პრობლემა. გვაჩვენონ იქნება არ ვაშავებთ არაფერს აბა გვაჩვენონ კანონით რომ გვეკრძალება ქართული ხე, ქართლის დაგება. ხელში მიჭერია. ხალხში დაიჭირა. მიჭერია, ხო აი ყველა უნდა გაიჭიროს მეგობრებო რამდენიმე საათი და ყველა უნდა გამოხვიდეთ აქ რუსთაველზე აქ უნდა დადგეთ ყველა თორე აი ახლა თუ გადაგიარეს მერე მართლა საქართველოს იქნება არაბებისა და ირანელებისა და თურქებისა და პაკისტანელებისა და ინდოელებისა მერე ძალიან გვიანი იქნება და ვეღარც ჭაბუკაშვილი გიშველი და ვეღარც გიორხელიძე მერე ძალიან გვიანი იქნება მერე ეს ულა პატრიოტი. ესე იგი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას მეგობრებო რომ ყველა მიცოდეს ჩვენ რა თქმა უნდა კანონს არ ვარღვევთ ვერ გვაჩვენებენ კანონს რის საფუძველზე გვეკრძალება ჩვენ ვაქვს თოკი გავაბათ თავრობისა ის დანაშაულია და აქ უნდა და ამბობს აგერ პოლიციელი რომ პირდაპირ რომ ესე იგი საქმეს აღგიძრავთო ეხლა რომ ჯარიმები ამოწერონ ვითომ რაღაცა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ აი ეს არის ფაქტი რასაც ეხლა მე აქ პირდაპირ ეთერში საუბრობ ჩვენ ვერ გვაჩვენეს ვერც ერთი კანონი ვალდებულია მაჩვენოს თუ რამეს ვარღვევ ხო და მე უნდა აღიძრას საქმე რადგან ვერ მაჩვენებ ვერ საქმე ვერ აღიძრება იმიტომ რომ მე ვარ კანონ მორჩილი მაგრამ ვერ მეუბნევი თუ ვარღვევ აი ამითი კანონს და ვერც იმას მეუბნევა რომ აი საკანონმდებლო ორგანო
აი მილიონჯერ უფრო დიდი დარღვევა ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი რო აქვს, რატომ არ ყრიან იმ ხალხს იქიდან და რატომ არ ხსნიან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და აქ თოკი გავაბით, რეესტრიდან ამოწერილი საბუთები გავაბით და თურმე ეს არის დარღვევა და არ ვემორჩილებით. კანონს ვერ გაჩვენებო მეუბნება და აბა რის საფუძველზე უნდა დამაჯარებოდათ. Salmები თქვენ წინა ლაივებიდან აქ ნახეთ აი ამ რეჟიმის მოქმედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როქია და აი ესეთ პატრიოტ მამულიშვილებს როგორ გვექცევიან, ესე იგი თოკი არ გაგვამევინეს და მთლიანად დამახინჯებული და გაოხრებული არის საკანონმდებლო ორგანოს შენობა. მთელი 1 წელია გადაკეტილი აქვს და რა მდგომარეობაში ალბათ ყველა გამოვლილი ხედავთ, იქ დგას პოლიცია და არავინ არ აწუხებს იმათ და აქ თურმე ჩვენ ქართველებმა გულისუხილო გამოვხატოთ, რომ ესე იგი ქართულ მიწებს ყიდიან და 70% საქართველოში რო უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებია გაყიდული ქართული მიწები, თურმე ჩვენ იმის უფლებაც არ აქვს და უნდა დაგვაჯარიმო 5000 ლარით, რომ თოკი გავყიდოთ აქ და მე საღამოთი ავხსნათ. თანაც მე მინდა ამ რეჟიმს შევახსენო, რომ ჩვენ გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დროიდან მოდივარ და არასოდეს არაფერი არ დაგვიზიანებია და აკადემიური იყო ყოველთვის ჩვენი აქციები. აკადემიური და არა ის ვანდალიზმი, რაც აქ ხდება. ხან პოლიციელებს წავდნენ, ხან პირიქით პოლიციაც იქცევოდა ძალიან ცუდად. აქ ორი პოლიციელი იყო, ერთს მადლობა მინდა გადაუხადო და მეორე იმდენად ესე იგი რაღაცა ისე იყურებოდა, თვითონ ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები ვართ ჩვენ, ესე იგი და ეს არის ვითომ სამშობლო. ცოტა ის მაინც გამოხატე სიმპათია თუ ამ ქვეყანას ეკუთვნი, თუ ქართველი ხარ, შენ რომ ის არაბი მოგადგება აქ რომ გამრავლდებიან და ირანელები შენ შვილებს გამოჭრიან მე ხელს. რატო გძინავთ ქართველებო, რატომ? ვერ ახედავთ, ესე იგი აი ეს აქცია რაც არის გამოფხიზლებას ემსახურება. მე მინდა მივმართო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. აი ეს აზიზღრობა რაც შენ ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოსთან გაქვს 1 წლის განმავლობაში გაკეთებული, ამას აკეთებს მაგარი თაღლითი, რომ ყურადღება გადაატაინოს მოსახლეობას აი ამ საცირკო სანახაობებზე და აი ასე გაგვიყიდოს მთელი საქართველო. ეს მე მინდა საზოგადო ქართველ ხალხს მიმართო. ეს არის ზღვაში წვეთი, 1000 ამდენი გვაქვს, ტომებია. მთელი საქართველო მე ისეთი რამე ვნახე 2 დღის წინ კოჯრის ტყეები. ადრე ნანახიც არ მქონდა. მის გარშემო მთლიანად არაბებს აქვს ნაყიდით, მიწები. ხმას ვერ იგებს მოსახლეობა, ერთი ძლივს გამოყვა და მაჩვენა, თორე არ ვიცოდი მე ის. უკვე კაბელებია ჩაკლილი, დენი გაუყვანეს, ყველაფერი როგორ სწრაფად ემსახურებიან, იცი რომ დაასახლონ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას ქართველთა დიდი გაერთიანება ვერ ავიტანთ. ნამდვილად არ მომკვდა ქართველიერი, ნურავის გონია რომ ქართველიერი უკვე მოკვდა, ძალიან ბევრს გვიძავს, ძალიან ბევრი გამოიღვიძებს და ძალიან ბევრი იღვიძებს უკვე და პირდაპირ ვამბობ, პირდაპირ მივმართავ ჩვენს ჯანსაღ ქართველ მოსახლეობას, რომ თუ ჩვენ ერთიანი ძალა არ ვაჩვენეთ, ეს ქვეყანა დაღუპულია და სულ რაღაც 2 წელი ეყოფა. აგერ ეხლა გამოვიდა დღეს პრემიერ-მინისტრი ილაპარაკა, რომ ეხლა ერთ-ორ თვეში დაიწყება უკვე არაბული ქალაქების შენებლობა.
ამდენ იმას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას თურმე წელიწადში 200 მილიონს მოუტანს და 200 მილიონი არაბი უნდა დაგვისახლონ აქ. ასეთ უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფელს. და თქვენ იცით საქართველოს მოსახლეობა, ვისაც კი ისტორია წაუკითხია, ძალიან კარგად იცის რა არის ვინ არიან ეს არაბი მოსახლეობა. რა უმძიმესი პერიოდები გაიარა ჩვენმა წინაპრებმა მათ ხელში. და ამადლიან ერს აი მშვიდობა თოფი ხوارგასული არავით არის ესეთი მშვიდობა არის მონობა. მშვიდობაში სადაც თავისუფლება არდევს ის არის მონობა და ის არაფრის მაკნისია. ივანიშვილო პირდაპირ გეუბნები შეხარ გამყიდველი აი შენი მოწყობილია იმ მოთხკაც შენ 5 წუთში აალაგებ იქიდან. რატო კეტავ საკანონმდებლო ორგანოს მე რო აქ თოკის გაშლას მიშლი ხო გაჭიმას მიშლი. რატო კეტავ აი მოვითხოვ გახსენით დღესვე საკანონმდებლო ორგანო. გახსენით თორე მად მოგადგებით ეხლა. და იქ თუ რამე დატრიალდა მე ხო თქვენ თავებს დააბრალეთ. ეს არის თქვენიც მიერ დაფინანსებული თორე თქვენ რაც მოინდომეთ ამ ქვეყანაში ყველაფერი გააკეთეთ. სასამართლო ჯიბეში ჩაიდეთ. პრემიერი გოშიას ავიდაგდეს, პრეზიდენტი გოშიას ავიდაგდეს. მინისტრთა კაბინეტი შენია. ვიღა დარჩა საერთოდ. მიწებია და ესე ჩუმად აი ქართულ ხალხს და აქ ყიდი აგერ არის საჯარო რეესტრიდან არის ამოწერილი ყველაფერი. და გრიფით საიდუმლო დაადებ იმ ინვესტიცია დაარქვი იმას რომელიც თითქმის საქართველოს ბიუჯეტის ტოლია. რის ინვესტიცია ეს არის არაბული ექსპანსია. არაფერი არ შენდება სხვა არ წარმოება და არაფერი. ეს არის ქვეყნის საბოლოოდ გაყიდვა ამ არაბებს ეგრე სახლებს რო ყიდულობენ საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა და აი ეს საქართველოს მოქალაქეები ეს არაბები იქნება თუ ირანელები თუ პაკისტანელები ყველა მისცემს ბიძინა ივანიშვილს ხმას და იქ ეს ქვეყანა ეკნება თავის იმაში რო ითქვა ეხლაც სამუდამოდ და ქართველი ვის დარჩება აქ 2 წელიწადში მცირე რაოდენობა 1-300,000-იღა იმათ კულტურულად ეთქვენ მიბძანდით ეხლა აქედან არცა ხვალთ ძალით გაგრეკავენ ოდის შტაბ-გამოთხვაზე თუ არ თუ მაგასაც არ დაემორჩილებით ჩაგხოცავენ პირდაპირ აი ნამდვილად ვიცი ეს ინფორმაცია არის ოფიციალურად როგორ ვიცით მოდის აი ამ გაყიდულებს როგორ დავიბრუნებ არის მაგის პერსპექტივა გაყიდულ მიწებს როგორ დავიბრუნებ თუ არის თუ არა მაგის პერსპექტივა 92 წლიდან საქართველოში არის გარედან დასმული იარაღით მოსული, ზარბაზნებით მოსული უკანონო ხელისუფლება, უკანონო რეჟიმი. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური რეჟიმი და ამის შესახებ საქართველოს უზენაეს საბჭომ მიიღო დადგენილება 92 წლის 13 მარტს, რომ ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი მოქმედება გამოცხადეს იურიდიული ძალის არ ქონეთ და ბათილად იქნეს ცნობილი. ყველა ამ გაყიდულ მიწებს რაფასებიც რაც არის უკანონოდ გაყიდული ჩამოერთმევათ რა თქმა უნდა შეიძლება ახლა ომი ვერ გამოუცხადოს სახელმწიფომ ეხლა ყველა ამდენა სახელმწიფოებს მაგრამ რაც არის ოფიციალურად გადახდილი სახელმწიფო გამოისყიდის და უნდა წავიდნენ აქედან ეს არავის არ ჭირდება რომ აქ არაბული ქალაქები იყოს ინვესტიცია არის, როდესაც შენდება წარმოება, რომ ქართველი ხალხი დასაქმდეს და ქვეყნიდან აღარ გაიქცეს. პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით, ეხლა კობახიძე და ისინი გამოდის. მეორე ადგილზე ვართ სოფლიოში, სამეორე ადგილზე ხარ, კაცო. როდემდე უნდა დასცინოთ ამ ხალხს. მთელი საქართველოს გარბის აღარავინ დარჩა. გაიხედეთ აქ რამდენი ქართველები უფრო სიცხილი ქართველებო აი აქ არ მოდიხართ. ძალიან ცოტა მოდის, ვისაც აი ვამჩნევ, რომ გულისკივათ აგერ გარშემოდგანან. ჩინელები უფრო მოდიან, ჩინელებმა გადაიღეს ქვეყანა ფოტოები ხალხო. რა ვიცი, ვეღარ გავიგე, ჩინელებს უფრო გული უწუხდება საქართველოს იმაზე, პრობლემებზე. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დღეს იქნება ტესტი, საღამოს 18 საათზე, აი აქ, ილიას და აკაკიძეკთან. ჩვენ მართავთ ქართველთა დიდი გაერთიანება, ეს არ არის პარტია, კიდევ ერთხელ გიმეორებ, არ ვიძვით კამებისთვის. გაიმართება საინფორმაციო მიტინგი და ყველა ქართველს, ყველა თბილისელს ხოთ, ეხლა უნდა მოხვიდეთ. ეხლა უნდა დაამტკიცოთ, თუ ხართ ქართველები თუ არა და ჩავარდებით არაბების და ირანელების და პაკისტანელების ხელში და აი აქ რაც არის ეს, ხო?
აი შეხედეთ ვინ ეუფლებიან და აქ ერთი ადვოკატია ქართველი აი ეს უწყობს ხელს კიდევ შეხედეთ რა ხალხი ეუფლება საქართველოს მიწებს ამისთვის იბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა ამაზე რომ გული არ გეტკინება ქართველს რაღაცია საერთოდ ლაპარაკი რა პარტია რის პარტია სად არიან ეხლა ის პარტიები ერთი რო დეკემბერში აანონსებს მეორე იმაში მე არავის არ ვებძი და არავის იმათ არ მაქვს მოვიდნენ ხელს ჩამოვართმევ კაცურად გადავკოცნი და ჩავეხუტები საერთო იმისთვის საქმისთვის ვიბრძოლობ ქვეყანა გადავარჩინო და მე დასხდნენ მე არაფერი არ მინდა მე წავალ ხატვარევად ჩავიждები ჩემეზოში და ჩემი იმით ვისი ამოვნებ შემოქმედებით მაგრამ აი ამას თუ ჩააბარებ და აი ეს თუ გინდა თქვენ რომ აი ამას ჩააბაროთ საქართველოს იძინეთ და იყავით სახლებში მე არ ვიცი დღეს რამდენი ადამიანი მოვა 18 საათზე აი აქ ილიას და აკაკის ზეკთან აქ რუსთაველზე მაგრამ ფიქრობ ეს იქნება კიდევ ერთგვარი ტესტი თუ ქართველ შერჩენია კიდე პროტესტის გზნობა რომ დაიცვას თავისი სამშობლო აი ეს მინდოდა მე თქვა კიდევ ერთხელ გიმეორებ 18 საათზე გელოდებით ყველას აქ ვიქნებით ყველა აქ იქნება საინფორმაციო მიტინგი არა ქართული მიწების გაყიდვას აქციას ქვია გაყიდული საქართველო